თბილისის მერმა ერთი თვე უკვე მოიპარა, მან დღეს თქვა, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, თუმცა მერიას კონტრაქტორ კომპანიისთვის 100 კალენდარული დღე აქვს მიცემული, რაც 31 ოქტომბერს იწურება და არა ნოემბრის ბოლოს. ამასთან კომპანია უკვე არაერთხელ დაჯერიმდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 24 საათიანი სამუშაო რეჟიმის დარღვევისთვის, რის გამოც ჩნდება კითხვები, რამდენად რეალურია მერიის მიერ უკვე არასწორად დასახელებული ვადა ნოემბრის ბოლო. კალაძემ დღესაც საკუთარ პასუხისმგებლობასა და საქმეზე მეტად ოპონენტებსა და ჟურნალისტებს ისაუბრა. რუდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. ეს თემა ქალაქის მერმა დღეს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მედიაზე თავდასხმისთვის გამოიყენა. თავრობის ხდომაზე ვრცელი მონოლოგით გამოვიდა. ყველას თაღლითები ეძახა და განაცხადა, რომ ქალაქის მთავარ გამზირზე სამუშაოებს ნოემბრის ბოლოს დაასრულებენ და რაიმე სხვა ვადაზე საუბარი მათი მხრიდან არასდროს ყოფილა. ჩვენ სამუშაოები დავიწყეთ 23 ივლისს და მაშინვე საზოგადოებას უთხარით, რომ 4 თვე დაჭირდებოდა გამზირის სრულ რეაბილიტაციას. გარკვეული მედია საშუალებები ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია და თუ დააკვირდებით სოციალურ ქსელშიც მიზანმიმართულად აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით ყოველთვის არის მცდელობა გაავრცელონ ცრუ არასწორი ინფორმაციები და ჩემი თხოვნა იქნება თბილისელებისთვის, რომ არ ენდოთ ამ ადამიანებს, ძალიან ბევრი თაღლითია სამწუხაროდ, არ ენდოთ თაღლითებს. რას ეყრდნობა კალაძის მიერ დასახელებული 4 თვიანი ვადა? ოფიციალურ დოკუმენტებს თუ გავეცნობით, აღმოჩნდება, რომ არც არაფერს, რადგან ამ დოკუმენტებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Smart Solutions სულ 100 კალენდარული დღე აქვს. რუსთაველზე მძიმე ტექნიკა მუშაობა 23 ივლისს დაიწყო. შესაბამისად, მარტივი არითმეტიკით 100 კალენდარული დღე სწორედ 31 ოქტომბერს იწურება და არა ნოემბრის ბოლოს, როგორც ამას კალაძე ლაპარაკობს. კალაძე რეალურად იტყუება იმას, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს, ანუ 1 ნოემბერს რეაბილიტაცია უკვე დასრულებული უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებებში სამივე პოზიციაზე, ანუ სამ ლოტად არის რუსთაველის რეაბილიტაცია, სამივე ხელშეკრულებაში მითითებული არის 100 კალენდარული დღე. სამუშაოები დაიწყო 23 ივლისს და შესაბამისად 100 კალენდარული დღე არის 1 ნოემბერი. არათუ 100 დღე შესაძლოა კალაძის დასახელებული 4 თვეც კი არ აღმოჩნდეს საკმარისი სამუშაოების დასასრულებლად. რადგან ირკვევა, რომ კომპანია Smart Solution ხელშეკრულების პირობებს უკვე არღვევს. ის ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები 24 საათის განმავლობაში აწარმოოს, თუმცა პირობის დარღვევისთვის 2 კვირაში უკვე 5ჯერაა დაჯარიმებული. პირველი ჯარიმა კი 23 ივლისს, ანუ სამუშაოების დაწყების პირველივე დღესვე დაფიქსირდა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ღამის ინსპექტირების შედეგად კომპანიის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ასე ხდებოდა სარეაბილიტაციო ზონის სამივე მონაკვეთზე. კომპანია დაჯარიმდა, იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში არ მუშაობდა. ანუ ხელშეკრულებაში მითითებული აქვს, რომ 24 საათი უნდა იმუშაოს კომპანია, მაგრამ ეს კომპანია 24 საათის განმავლობაში არ მუშაობდა. კალაძეს მოუწევს ამბადების გახანგრძლივება და უკვე ფაქტობრივად დაანონსა, ხოლო ის, რომ დღეის მდგომარეობით კალაძე ეუბნება საზოგადოებას, რომ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, ეს არის ტყუილი. კონტრაქტის შესაბამისად უნდა დასრულდეს 1 ნოემბერს და დანარჩენ 29 დღეს ახლა კალაძე იპარავს, იმიტომ რომ ზუსტად იცის რა პრობლემებია დღეს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში. გაჭიანურებულ და უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კალაძის ხელწერად დაფასებენ მისი პოლიტიკური ოპონენტები. ამბობენ, რომ დიდი ალბათობით გამონაკლისი არც რუსთაველის გამზირი იქნება, რაც მოქალაქეებისთვის დისკომფორტია. როდესაც საუბარი არის ასეთი მნიშვნელოვანი რეაბილიტაციის ვადებზე, ბუნებრივია, რომ ყველა დღეს საზოგადოებისთვის აქვს მნიშვნელობა და ამიტომაც დროულად უნდა იქნას დასრულებული ეს რეაბილიტაცია, თუმცა დროსე უფრო მნიშვნელოვანი არის ის ხარისხი, რა ხარისხითაც მიმდინარეობს ხოლმე რეაბილიტაცია და მნიშვნელოვანი ვადაგადაცილების შემდეგ ჩვენ არაერთხელ გვინახავს გაწერილი მშენებლობები და გაწერილი რეაბილიტაციები, მაინც როგორ უხარისხოდ ტარდება ხოლმე. სანამ კალაძე საზოგადოებას არწმუნებს, რომ რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, კონტრაქტორი კომპანია თავს იზღობს. დირექტორმა მედიას უკვე მიანიშნა, რომ შესაძლოა 100 დღე საკმარისი სულაც არ აღმოჩნდეს და პროექტის კორექტირება და ვადის გახანგრძლივება მოუწიოთ.